კვირაში ერთხელ მე გიგი გულედანი უმაცმინძლებ ქართულ მწერლებსა და პუბლიცისტებს, რომლებიც წაიკითხავენ მათი შერჩეული ამერიკელი ავტორის ერთ მოთხრობას და ისაუბრებენ მის შესახებ. რადიო პოდკასტში ამერიკული მოთხრობა. დღეს ამერიკული მოთხრობის 24 ეპიზოდში თქვენ მოისმენთ სილვია პლათის მოთხრობას მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო, რომლის თამარ ლომიძის თარგმანიც გამოქვეყნდა ჟურნალ არილის 2019 წლის სექტემბრის ნომერში. კედლის საათის გრძელმა შავმა ისარმა კიდევ ერთი დანაყოფით გადაინაცვლა. მგზავრები მატარებლისკენ გაარბოდნენ. მათ თავზე რკინიგზის სადგურის კამარა უზარმაზარი ტაძრის გუმბათივით აღმართულიყო. მატარებელი გადის მესამე ლიანდაგიდან. მატარებელი გადის. იჩქარე საყვარელო. დღევანდელი ეპიზოდისთვის სილვია პლათის მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო შეარჩია მწერალმა ზურა ჯიშკარიანმა. ზურა ჯიშკარიანის წიგნმა საღეჭი განთიადები უშაქროთ, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, 2017 წელს გაიმარჯვა ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე და ასევე 2018 წელს მიიღო საბას პრემია საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში. გამარჯობა ზურა. სალამი. პირველ რიგში მსმენელისთვის ძალიან მოკლედ მოყვები ამ მოთხრობის ამბავს. 1952 წელს მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო სილვია პლათმა დასრულებისთანავე გადაგზავნა ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში. თუმცა უარი მიიღო და ამის შემდეგ ეს ხელნაწერი მის არქივებში ინახებოდა ბოლო დრომდე, სანამ ის 2016 წელს აუქციონზე გაიყიდებოდა, რედაქციიდან მიღებული უარის წერილიანად. და ამის შემდეგ ის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ხელახლა აღმოაჩინეს. 2019 წელს ეს მოთხრობა პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ Hudson Review-სა და სხვა ამერიკულ გამოცემებში და ის დღეს ითვლება პლათის იმ ადრეულ ნაშრომად, რომელიც განსაზღვრავს მთელ მის შემდგომ შემოქმედებით პროცესს. შენი აზრით, რამ გამოიწვია ამ მოთხრობის ასეთ რანგში აყვანა და შენ რითი მოგხიბლა მან? მან პირველ რიგში გეტყვი რითი მომხიბლა. მე დავფიქრები, რამ გამოიწვია ასეთ რანგში აყვანა. მე ამ მოთხრობაში დავინახე გზავრობა სიკვდილისკენ, სიცოცხლის მერე სიცოცხლისკენ. ცოტა ხნის წინ დავამთავრე ძმები კარამაზოვები დოსტოევსკის. მთავრდება ბავშვის დაკრძალვის სცენით, რომელიც ერთდროულად ისეთია, რომ გზარავს ორგანიზმში რა, ისეთი მომენტია. მაგრამ ისე მაგრად არის იქ გაკეთებული ეს სცენა, ისე მაგრად აქვს წერილს დაწერილი. და უცებ აი ამ მოთხრობას რო ვკითხულობ, დიცილას მივხვდი, რომ ეს მერი, ეს გოგო, ახალგაზრდა გოგო, არის მკვდარი. და კიდევ უფრო მეტად ემპათია იმიტომ გამიშთა, რომ დავინახე, რომ მის მშობლებს ის არ უყვართ. აი თითქოს ახალგაზრდა ბავშვი მოუკვდათ და მოიშორეს თავიდან. და აი მან გამიჩინა ამ გოგოს მიმართ ემპათია და რაღაცა ისეთი თანაგანცდა. გინდა რომ კარგი მოხდეს მის უკვე ცხოვრებაში არ და ცხოვრების შემდეგ მაინც რომ რაღაც კარგი მოხდეს. მოდით მოვისმინოთ მოთხრობა და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. კონუსმენთ რადიო პოდკასტს ამერიკული მოთხრობა. პროექტის რეგიონული პარტნიორები არიან რადიო მარნეული, ინოცმინდის სათემო რადიო ნორი, ახალციხის რადიო სამხრეთის კარიბჭე და ქუთაისის რადიო ძველი ქალაქი. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო, სილვია პლათი. სადგურში წითელი ნეონის უამრავი ნათურა ციმციმებდა. რეპროდუქტორი გაყვიროდა. მატარებელი გადის მესამე ლიანდაგიდან. მატარებელი გადის. ეს შენი მატარებელია, უთხრა დედამ მერი ვენტურას. დარწმუნებული ვარ საყვარელო. იჩქარე, ბილეთი თან გაქვს? ხო დედა, თან მაქვს. რატომ უნდა ვიჩქარო, განა ადრე არ არის? ხო მიცი მატარებლები ზუსტი განრიგით მოძრაობენ, თქვა მერის მამამ. რუხი ფეტრის ქუდი მის სახეს უპიროვნო გამომეტყველებას ანიჭებდა. ისეს ინკოგნიტოდ გზავრობისას რომ აქვთ ხოლმე ადამიანებს. მატარებელი არ დაგიცდის. ხო მამა, ვიცი. კედლის საათის გრძელმა შავმა ისარმა კიდევ ერთი დანაყოფით გადაინაცვლა. მგზავრები მატარებლისკენ გაარბოდნენ. მათ თავზე რკინიგზის სადგურის კამარა უზარმაზარი ტაძრის გუმბათივით აღმართულიყო. მატარებელი გადის მესამე ლიანდაგიდან. მატარებელი გადის. იჩქარე საყვარელო. მისის ვენტურამ მერის ხელი ჩაჰკიდა. მათ სწრაფი ნაბიჯით გაიარეს სადგურის შენობის დარბაზები, რომელთა კედლები მოლაპლაპე მარმარილოთი იყო მოპირკეთებული.
მამა უკან მიყვებოდა და ჩემოდანი მიჰქონდა. უამრავი ხალხი გარბოდა ბაქანზე გამავალი კარისკენ, რომელზეც ნომერი 3 ეწერა. იქვე მდგარ შავ ფორმაში გამოწყობილ გამყოლს სახეს ქუდის წინაფრა უფარავდა. დედა თქვა მერიმ და გაჩუმდა, როდესაც ორთქმავლის ხვამაღალი შიშინი შემოესმა. შემდეგ კი განაგრძო. დღეს გამგზავრება არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია. მზად არა ვარ საამისოდ. რა სისულელეა მერი, შეაწყვეტინა მამამ ხიარულად. უბრალოდ ღელავ. ჩრდილოეთისკენ გამგზავრება მძიმე განსაცდელი როდია. უბრალოდ ჩაჯექი მატარებელში და სამ დანიშნულების ადგილად ჩახვიდოდე, ნურაფერზე იღელვებ. შემდეგ კი გამყოლი შეგატყობინებს საით უნდა წახვიდე. წამოდი ჩემოსაყვარელო, მერის დედამ ქერათმა შავი ხავერდის ქურდქვეშ შეიკეცა. გზავრობა სიამოვნებას მოგანიჭებს. გარდა ამისა, ოდესმე ყველა უნდა დატოვოს მშობლიური სახლი. ადრე თუ გვიან ყველა უნდა წავიდეს. მერი დაიღალა და მშობლებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. კარგი თანახმავარ. მან თავი აიძულა, გაელო რკინის კარი და გასულიყო ბაქანზე, სადაც ჰაერი ორთქლს შეესქელებინა. იყიდეთ გაზეთის საგანგებო გამოშვება. გაზეთის გამყიდველები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ ვაგონის კართან. იყიდეთ, ბრალდებულია 10,000 ადამიანი, კიდევ 10,000 ადამიანი. დიდი ამბავი წაიბუზღუნა მერის დედამ. ამაზე ფიქრი თავი არ აიტკიო. ის მოფუსფუსე ბრბოში გზას იკვლევდა. მერე უკან მიყვებოდა სამ მატარებლის ბოლო ვაგონთან მივიდოდნენ. ვაგონში წითელი პლუში სავარძლები ორ რიგად იყო ჩამწკრივებული. ჭერზე მიმაგრებული ნათურების კაშკაშა შუქზე მათ ღვინის ფერი გადაჰკრავდა. ვაგონის კედლებზე სპილენძის ლურსმები ელვარებდა. აი აქ ხომ არ დაждები? მისტერ ვენტურამ თავისი ქალიშვილის პასუხს არ დაუცადა და ჩამოდანი სავარძელთან დადგა. შემდეგ უკან დაიხია. მისის ვენტურაც ქვირსახოცით შეეხო თავის წითლად შეღებულ ტუჩებს. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. სათქმელი არაფერი ჰქონდა. შვიდობით უთხრა მერი მშობლებს მექანიკურად. შვიდობით საყვარელო, მისის ვენტურა დაიხარა და ფიქრებში წასულმა მერის აკოცა. მისტერ და მისის ვენტურა შეტრიალდნენ. გასასვლელისკენ გაემართნენ. ბაქანზე ჩავიდნენ და სადგურის შენობაში შევიდნენ. მერიმ ხელი დაუქნია, მაგრამ მშობლებს უკან აღარ მოუხედავთ. შემდეგ მერიმ თავისი წითელი პალტო გაიხადა. სპილენძის კაუჭზე ჩამოკიდა და ფანჯარასთან დაჯდა. ვაგონი ნელ-ნელა გაივსო მგზავრებით. რამდენიმე მათგანი დადიოდა და ცარიელ ადგილებს ეძებდა. ლურჯ ჟაკეტში გამოწყობილი ქალი, რომელსაც ჭუჭყიან თეთრ საბანში გახვეული ბავშვი ყავდა ატატებული, მერის სავარძელთან წუთით შეჩერდა, შემდეგ კი ვაგონის უკანა ნაწილისკენ გაემართა, სადაც მეტი სიხალვათი იყო. ეს ადგილი დაკავებულია, ქოშინ კითხა მერის სახეაცთლებულმა მსხვილ ტუჩებიანმა ქალმა და გაუღიმა. დანაოჭებულ სახეზე ლურჯი თვალები უციმციმებდა, ხელში ყავისფერი ჩანთა ეკავა. არა, აქ არავინ ზის, საპასუხოდ გაუღიმა მერიმ და ფანჯრისკენ მიიწია. ქალმა თავის გაქუცული ყავისფერი ქუდი მოიხადა და ყავისფერი ლაბადა გაიწრო. შემდეგ უჰო ამოიხვნეშა და მძიმედ დაეშვა წითელი პლუში სავარძელზე. მეშინო და ვაითო მატარებელს ვერ მივასწრო მეთქი, საცაა დაიწრება. ლოკომოტივმა ამოიქშინა, შეჯანჯღარდა და შეჩერდა. ვაგონის კარმა გაიჯახუნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა ვაგონში იყვნენ გამოკეტილნი. ესეც ასე თქვა ქალმა, დავიძარით. მატარებელი ნელა ამოძრავდა ლიანდაგზე. ფანჯარაში აღარაფერი ჩანდა კვამლის ბოლქვების გარდა. ქალმა ჩანთიდან საქსოვი ამოიღო, რბილი მწვანე შალის ზაფხისგან ქსოვდა რაღაცას. ოჰ, რა ლამაზია, წამოიძახა მერიმ. ბოლოს რა გამოვა? ბოლოს კაბა გამოვა, ქალმა მოჭიტული თვალების შეეულო მერის. დაახლოებით თქვენი ზომების მქონე ახალგაზრდა ქალისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონება. ქალმა მერის გაუღიმა, იმედი მაქვს, რომ მიუგო და მეტი არაფერი უთქვამს. მატარებელი ჩაბნელებულ გვირაბში მიდიოდა, როდესაც მერის წიმს ხვდა მგზავრებს შორის აყალმაყალი დაიწყო. აქ ორი ბიჭუნა კალის პაწაწინა ჯარისკაცებით თამაშობდა. მათი დედა მოშორებით სავარძლების მეორე რიგში იჯდა და ჟურნალს კითხულობდა. მომეცი, უთხრა უფროსმა შავთვალმა ბიჭმა თავის ძმას. ეს ჩემი ჯარისკაცია, რატომ აიღე? არა მიღია, მიუგო ფერფთალმა ქერათმიანმა ბიჭუნამ. არა მიღია. როგორ არა დაგინახე და უფროსმა ბიჭუნამ სათამაშო ჯარისკაცი თავის ძმას შუბლში ჩასცხო. ესეც შენ, ახია შენზე. პატარა რომელსაც შუბლიდან სისხლი გადმოსკდა აზლქუნდა. მეზიზღები ქრუსუნებდა ის მეზიზღები. კარგი, გეყოთ, თქვა მერის გვერდით მჭდარმა ქალმა. წინ გადაიხარა და ბიჭუნას თავისი რბილი თეთრი ტილოს ცხვირსახოცით სისხლი ფრთხილად მოსწმინდა. გცხვენოდეთ ბავშვებო, ეს სულელური სათამაშოები ვერ გაგიყვიათ. ბიჭუნებმა ქალს შეუღურეს და თამაში განაგზეს. ქალი საზურგეს მიაყრნა. არ ვიცი რა ეშველებლად ახლანდელ ბავშვებს, ძალიან ჭირვეულები არიან. ამოიოხრა მან და კვლავ ქსოვას შეუდგა. უეცად ფანჯრებში კაშკაშა შუქმა შემოანათა. შეხეთ, თქვა მერიმ, გვირაბიდან გამოვედით. მატარებელი პირქუშ უღიმღამო დღეში გავიდა. ლიანდაგის მიწაყრილის ორივე მხარეს შემოდგომის გახიროკებული მინდვრები იყო გადაჭიმული. ცაში მზის ნარინჯისფერი დისკო ეკიდა. როგორი კვამლიანი ჰაერია, წამოიძახა მერიმ. არასოდეს მინახავს ასეთი უცნაური ფერის მზე.
დღეები იწვის მიუგო ქალმა. წელიწადის ამ დროს ქარს ყოველთვის მოაქვს კვამლი ჩრდილოეთიდან. მოგვიანებით ჰაერი კიდევ უფრო კვამლიანი იქნება. ლიანდაგის მახლობლად გამოჩნდა და შემდეგ გაუჩინარდა ხის ქოხი. ფანჯრები აჭედილი ჰქონდა. ნეტა რისთვის ააგეს ეს სახლი ასეთ უკაცრიელ ადგილას? საცხოვრებელი სახლი არაა. უწინ აქ ამ ხაზის პირველი სადგური იყო. ახლა აღარ იყენებენ, ამიტომაცაა დაკეტილი. ამ ხაზზე ახლა მხოლოდ ჩქარი მატარებლები დადიან. ბორბლების რიტმული ხმაურით გაბრუებული მერი კვლავ ფანჯარაში იყურებოდა. ერთ-ერთ ნაყანებში მან დაინახა გადაჯვარედინებული ძელებისგან გაკეთებული საფრთხობელა. მის ძირში სიმინდის ფუჩა შილპებოდა. საფრთხობელას შავ დაგლეჟილ პალტოს ქარი არხევდა. ამ უცნაური ფიგურის ქვეშ ყვავები მიწაზე მიმობნეულ სიმინდის მარცვლებს კენკავდნენ. მატარებელმა სვლას მოუმატა. ვაგონ რესტორანში ერთ ფიჯან ყავას დავლევ, უთხრა ქალმა მერის, ხომ არ წამოყვებით? სიამოვნებით მიუგო მერიმ, თან უხსას გავმართავ. ისინი წამოდგენ და წინა ვაგონისკენ გაემართნენ. ეს მწელთა ვაგონი იყო და გაბოლმა ჰაერმა მერის თვალები აუწვა. ფანჯრებთან ბანკოს სათამაშო მაგიდები იდგა. მამაკაცები პოკერს თამაშობდნენ. თეთრხალათიან ოფიციანტებს სასმელი დაქონდათ. ხმამაღალი სისილი და ყინულის კუბურების წკრიალი ისმოდა. შემდეგი ვაგონ რესტორანია, უკან მოუხედავად ჩაილაპარაკა ქალმა. კარი გააღო, მოქანავე პლატფორმა გაიარა და მომდევნო ვაგონში შევიდა. მერე უკან მიყვებოდა. ვაგონ რესტორანში პრიალა ხის მაგიდებზე ვაშლი, ქლიავი და სათფურში მოყვანილი კენკრა ეწყო, რომელთაც წითელი პლუში სავარძლებზე ცხდარი მგზავრები შეექცეოდნენ. რეპროდუქტორიდან ჩუმი მუსიკა გაისმოდა. ქალი ორადგილიან მაგიდასთან შეჩერდა და მერი შესთავაზა და დაჯექიო. რას შეუკვეთავთ? იკითხა თეთრ კოსტიუმში გამოწყობილმა შავკანიანმა ოფიციანტმა, რომელიც შემომჩნელად მოსულიყო მათ მაგიდასთან. ხელში ფანქარი და ბლოკნოტი ეჭირა. მან ყინულიანი წყალი მოუტანა ორივეს. ჯანჯაფილის ლუდს დავლევდი, თქვა მერიმ. მე კი ყავა, ნაღები და შაქარი მომიტანეთ, გაუღიმა ქალმა ოფიციანტს, რომელმაც თეთრი კბილები გააელვა და თავის ბლოკნოტში რაღაც იეროგლიფები ჩაწერა. შეკვეთილი სასმელები მოიტანეს, ყავა, მოჭიქული მწვანე კერამიკული ფინჯნით და ჯანჯაფილის ლუდი, რომელსაც თავზე პაწაწინა ვერცხლისფერი ქაფი ეხურა. მაღალი ჭიქის ფსკერზე წითელი ალუბალი იდო. რა გემრიელია, წამოიძახა მერიმ. ვაგონ რესტორანში უწინ არასდროს ყოფილვარ, შესანიშნავია. ხო, დაეთანხმა ქალი, რომელსაც ყავის ოხშივრიანი ფინჯნისთვის თითები შემოეჭლა. სარკინიგზო ხაზის ფლობელები ცდილობენ, რომ გზავრობა სასიამოვნო იყოს. უჩინარი დინამიკიდან განუწყვეტლივ იღვრებოდა მუსიკის ხმები. მერიმ ჯანჯაფილის ლუდის უკანასკნელი წვეთები დალიან, ჭიქა გადააფრუნა და პეშში ჩავარდნილი ტკბილი ალუბალი პირში ჩაიდო. გარეთ ფანჯრის ჩარჩოების მიღმა ნარინჯისფერი მზე ჩადიოდა. ახლა უფრო პატარა იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც მერიმ ის უკანასკნელად დაინახა. ნარინჯისფერს მოწითალო ფერი შერეოდა. მალე დაღამდება, შენიშნა მერიმ და თვალი შეავლო უსიცოცხლო პეიზაჟს, რომელიც ნელ-ნელა ბნელში ეფლობოდა. გზავრობისას დრო შემოჩნელად გადის, თავი დააქნია ქალმა. მატარებელში ისეთი სიმყუდროვეა. უკვე მეხუთე გაჩერება გავიარეთ, ეს კი ნიშნავს, რომ საცაა გრძელ გვირაბში შევალთ. ჩვენს ვაგონში ხომ არ დავბრუნდეთ? დავბრუნდეთ, ვახშმის საფასური ახლა გადავიხადოთ? არა, მიუგო ქალმა, უბრალოდ გზავრობის ბოლოს ამ თანხას თქვენს ქვითარში ჩაწერენ. ის წამოდგა და თავისი ვაგონისკენ გაემართა. ფეხებს ძიმე დადგამდა, ვაგონის ქანაობის გამო ძირს ომარ დავარდნილიყო. როდესაც თავიანთ ადგილებზე დასხდნენ, ქალმა კვლავ განაგრძო ქსოვა, მერი კი თვალმოუჩვეურებლად უყურებდა უკაცრიელ მინდვრებს, რომლებიც მის წინ ჩნდებოდნენ და მალევე ისევ ქრებოდნენ. ვაგონის ბოლოში ვიღაცის ნებიერა ბავშვი ატირდა. სამი კომერსანტი წამოდგა და კოქტეილ ბარისკენ გაემართა, ტორტმანებდნენ და იცინოდნენ. ჭერზე მიმაგრებული ნათურები უძრავ მოციმცემე ვარსკვლავის გავდნენ. გააწყალა გული ამ ნაბიჯვარმა, თქვა ერთმა მათგანმა. გეთანხმები, თქვა მეორემ, სამივეს ერთნაირი ფეტრის ქუდები ეხურათ და ერთმანეთს გავდნენ. ვაგონი ბორძიკით, ქანაობით გაიარეს. ბავშვი კვლავ ტიროდა. ისე თითქოს არასოდეს დაწყნარდებოდა. მატარებელი კიდევ ერთ გვირაბში შევიდა. გვირაბის ჩამოქებული კლდოვანი კედლები სწრაფად გარბოდნენ. ბორბლები უზარმაზარი საათის კბილანებივით ხმაურობდნენ. ვაგონის კარი გაიღო და წვრილმანმა მოვაჭრემ ტორტმანით გაიარა ვაგონი. თან გაიძახოდა. კამფეტები, ბატიბუტი, თხილი, იყიდეთ კამფეტები, ბატიბუტი, თხილი. შოკოლადს ვიყიდი, შევექცეთ, თქვა ქალმა, თავისი ყავისფერი ჩანთა გახსნა და გაცვეთილი ხელჩანთა ამოიღო. არა, შეეპასუხა მერი, გთხოვთ, მე გადავიხდი საფასურს. არაფრის გულისთვის ძვირფასო, თქვა ქალმა, მე დაგპატიჟებთ, თქვენ კი ფული დაზოგეთ, რომ გზავრობის საფასურის გადახდა არ გაგიჭირდეთ. გამყიდველი მათ სავარძელთან შეჩერდა, წითელი ქუდი კეფაზე გადაიწია და ცერათითები წითელ და თეთრ ზოლებიანი აბრეშუმის ჟილეტში შეყო. რა გნებავთ, თქვა მოწყენით, შემიძლია შემოგთავაზოთ.
ის გაჩუმდა, ქალს ყურადღებით დააკვირდა და ხრიწიანად გაიცინა. ისევ ამ ხაზზე მგზავრობ, ხმადაბლა თითქოს საიდუმლოდ თქვა მან. ამჯერზე ვერავითარ სარგებელს ვერ ნახავ. ხელშეკრულება ხელმოწერილია, დაბეჭრილი და საჭირო ადგილას მიტანილი. ძალიან დარწმუნებულის ნუ ხარ, ბერტ, გაუღიმა ქალმა. დროდა და ბუღალტრებიც კი ცდებიან. ბუღალტრები შეიძლება შესწრენ, მაგრამ ჩვენი უფროსი არ ცდება. ეშმაკურად ჩაიცანა ბერტმა. ყველაფერი მოაგვარა, პირადად, ამჯერად პირადად. ქალმა ხმამაღლა გაიცინა. ხო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმ შეცდომის გათვალისწინებით, რომელიც მან ბოლოს დაუშვა. მატარებლები ზედახაზზე გადაიყვანა და მგზავრები მოხვდნენ წალკოჩში, სადაც ბავშვებივით ლაღობდნენ და ტაროლებივით ბედნიერნი იყვნენ. გგონია მის სურვილს დაემორჩილებოდნენ და ქვედა ხაზზე დაბრუნდებოდნენ, არავითარ შემთხვევაში. ბერტი მაიმუნივით დაიმანჭა. ხო, თქვა მან მორჩილად. ვფიქრობ, მოგებიდან გარკვეულ პროცენტს იმსახურებ. სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ ახლა, თქვა ქალმა, შოკოლადის ფილას ავიღებ. დიდს თუ პატარას, დიდს მიუგო ქალმა და 25 ცენტი გაუწოდა. აბა კარგად იყავი, უთხრა ბერტმა და დამშვიდობების ნიშნად ქუს შეეხო. იღბლიან ნადირობას გისურვებ და გასასვლელს გაყვა. თან მონოტონურად იმეორებდა კანფეტები, ბატი-ბუტი, თხილი. საწყალი ბერტი, უთხრა ქალმა მერის და შოკოლადის ფილას ქაღალდი მოაძრო. ისე რომ ფოლგა არ გაუხსნია. მარტოობით იტანჯება, როდესაც არავინ ელაპარაკება. ეს მგზავრობა იმდენ ხანს გრძელდება, რომ ალბათ მეორე ამ მატარებელში არავინ ჩაჯდება. ქალმა შოკოლადი გატეხა და დიდი ნატეხი მერის გაუწოდა. შოკოლადი მსუყე და არომატული იყო. წაიდუდუნა მერიმ, რა სურნელოვანია. მან მოკპიჩა და მოწუწნა შოკოლადი. ტკბილი სითხე ყელში ჩაეყვარა. გონი ბევრი რამ იცით ამ მატარებლით მგზავრობის შესახებ, უთხრა მერიმ ქალს. ხშირად მგზავრობთ ხოლმე? მართო ჩემო, რა თქმა უნდა, რაც თავი მახსოვს მგზავრობ, ყველაზე უფრო ხშირად ამ ხაზზე. გასაკვირი არა, მართლაც კომფორტული მატარებელია, როგორ ზრუნავენ მგზავრებზე. საუზმე, სასმელები, ბანკო, სათამაშო ვაგონი, სავარძლები ვაგონ რესტორანში. თითქმის ისეთივე დონის მომსახურებაა, როგორც კარგ სასტუმროში. ქალმა მერის ალმოცერად გადახედა. დიახ, ჩემო კარგო, ცივად თქვა მან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე ამის საფასური უნდა გადაიხადოთ. ბოლოს უნდა გადაიხადოთ. მატერიალურად დაინტერესებულნი არიან, რომ მგზავრობა სასიამოვნო იყოს. რკინიგზის კომპანია მხოლოდ მეგობრული გრძნობებით როდი ხელმძღვანელობს. ალბათ მართალი ხართ, გაეცნა მერის, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მითხარით, რა მოხდება, როცა მატარებლიდან ჩავალთ. ტურისტულ რეკლამებში არაფერი ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორი ჰავაა ქვეყნის ჩრდილოეთში და როგორი ადამიანები ცხოვრობენ იქ, სრულიად არაფერი. ქალი თავის საქსოვზე დაიხარა, განასკული ძაფი გაასწორა და ქსოვა განაგრძო. გონი ბოლომდე მგზავრობთ, თქვა მან. კი, ბოლომდე, მამამ მითხრა, რომ გადაჯდომა არ დამჭირდება და რომ გამყოლი მეტყვის სადმე წავიდა შემდეგ. ბოლოს სადგური წაიჩურჩულა ქალმა, დარწმუნებული ხართ? დიახ, ყოველ შემთხვევაში ასე წერია ჩემს ბილეთში. უცნაური ბილეთია, შავ ფონზე წითლად აწერია. მეცხრე სამეფო. რა უცნაური სახელწოდება აქვს რკინიგზის სადგურს. დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი, თქვა ქალმა. ისე თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. ეჩვევი სივრცის აბსურდულ პატარა დანაყოფებს, ქვედანაყოფებს და სახელწოდებებს, მაგრამ საკმარისი ერთი პატარა მოძრაობა, ერთი ჟესტი, რომ მთელი ეს კონსტრუქცია დაინგრეს, ნაწილებად დაიშალოს. კარგად არ მესმის, რას გულისხმობთ, თქვა მერიმ. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო, დამოვიწყო, რომ ამ საკითხებში საკმაოდ გარკვეული არ ხართ. წრეებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მითხარით, ჩვენი მატარებლების მგზავრებს რამე უჩვეულოს ხომ არ ატყობთ? დიახაც ვატყობ, უპასუხა მერიმ და მიიხედა. დიახაც ვატყობ, გაიმეორა მან დაბნევით. ჩემი აზრით, კარგად გამოიყურებიან. გონი ზედმეტად ფრთხალი ვარ, ამოიოხრა ქალმა. ფანჯრის მიღმა წითელი ნეონის ნათურები აციმციმდა და მეექვსე სამეფო სადგურთან მატარებელმა სვლა შეუნელა. ვაგონის კარი გაიღო. გამყოლი მივიდა ქერათმიან ქალთან, რომელსაც წითლად შეღებილი ტუჩები ჰქონდა. ქალი გაფიცდა, ქურგში გაეხვია და მოიკუნდა. ჯერ არა, თქვა ქალმა, გთხოვთ, ჯერ არა, ეს ჩემი სადგური არაა, ცოტა მაცალეთ. თქვენი ბილეთი მიჩვენეთ, თქვა გამყოლმა. ქალმა სისხლისფერი ტუჩები მოილოკა. დაუკარგე, ვერ პოულობ, თქვა ქალმა. მარჯვენა ხელთათმანშია, მშვიდად უთხრა გამყოლმა. იქ აქვს დამალული. ქალს გაბრაზება დაეტყო, მან მკვეთრი მოძრაობით გაიწრო ხელთათმანი მარჯვენა ხელიდან. წითელი მუყაოს ნაჭერი ამოიღო და გამყოლს მიაჩეშა. გამყოლმა ბილეთი გახია და ქალს მცირე მონაჭერი მისცა. უნდა გადაჭრეთ, რომ მდინარაზე გადახვიდეთ, თქვა გამყოლმა. ჯობია ახლავე გაემზადოთ. ქალი არ შერხეულა, გამყოლმა მას ხელით სტაცა. მაპატიეთ, უნდა წახვიდეთ, ამ მატარებელში თვითნებური ქცევა დაუშვებელია. მგზავრების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა გადაგყავს. მივდივარ, ამაზე თქვა ქალმა, ხელი გამიშვით, მტკივა. ის წამოდგა, ამაყად თავაწეული მიდიოდა. მისი ჟოლოსფერის შარის ქვედატანი გამომწვევად ირხეოდა. ბაქანზე ორი მცველი ელოდა. ნეონის წითელ შუქზე მერიმ დაინახა, რომ მცველები ქალს ორივე მხრიდან ამოუდგნენ და ჭიშკარში გაიყვანეს. გამყოლი ვაგონში დაბრუნდა. შუბლს წითელი აბრეშუმი ცხვირსახოცით იმშრალებდა. როდესაც მერის სავარძელს ჩაუარა, მის მეზობელ ქალს გაუღიმა.
ღრმა შავ თვალებში სიცილის ცივი წინწკლები უკრთოდა. ჩვეულებრივ მგზავრები არც ისე ბევრ პრობლემას გვიქმნიან, როდესაც მატარებელი მათ სადგურთან ჩერდება, თქვა მან. ქალმაც გაუღიმა, მაგრამ ის სიხმა სევდიანად ჟღერდა. ხო, ისინი ძირითადად არაფერს აპროტესტებენ, როდესაც მათი დრო დგება, ყველაფერს ეთანხმებიან. რას ეთანხმებიან? მერი ცნობის მოყვარეობით შეავლო თვალი ორივეს და გაახსენდა ქერათმიანი ქალის შეშინებული სახე, ნამიანი, სისხლისფერი ტუჩები. გამყოლმა ქალს თვალი ჩაუკრა და ვაგონი გაიარა. კედლებზე ნათურების ანთლებივი თენთო, ვაგონს მომრგვალებული ჭერი ჰქონდა. სადგურის წითელი შუქი ფანჯრებში იჭრებოდა და მგზავრების სახეებს ალისფრად ხებავდა. შემდეგ მატარებელი კვლავ დაიძრა. რას ეთანხმებიან? კვლავ იკითხა მერიმ, უნებურად შეაჟრჟოლა, თითქოს ცივმა ქარმა დაუბერაო. გცივა ძვირფასო, არა შეეპასუხა მერი. რას ეთანხმებიან? იმას, რომ დანიშნულების ადგილას მატარებელი უნდა დატოვონ, მიუგო ქალმა და მარჯვედ გაუყარა ჩხირის საქსოვს. მერი მის ხელებს აკვირდებოდა. მგზავრები ბილეთებს ყიდულობენ, განაგრძო ქალმა, თან თვლებს მდუმარედ ითვლიდა. ისინი ირჩევენ მატარებელს, მარშრუტს, ყიდულობენ ბილეთებს და ამიტომ დანიშნულების ადგილას უნდა ჩავიდნენ. ვიცი, მაგრამ ის ქალი ისეთი შეშინებული იყო. დიახ, ზოგჯერ ასეთი მგზავრებიც მინახავს. ბოლო წუთს შიში შეიპყრობთ ხოლმე. ძალზე გვიან ხვდებიან ყველაფერს და ნანობენ, რომ ბილეთი იყიდეს. სინანულით ვერაფერს გააწყობენ. ყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ. არ მესმის, რატომ არ შეიძლება გადაიფიქო და ვაგონში დარჩე. ხომ შეეძლო დამატებითი თანხა მგზავრობის ბოლოს გადაეხადა. რკინიგზის კომპანია მგზავრებს ამის უფლებას არ აძლევს, თქვა ქალმა. ეს არეულობას გამოიწვევს. მერე ამოიოხრა. რას იზამ, ყოველ შემთხვევაში დანარჩენი მგზავრები კმაყოფილნი არიან. კმაყოფილნი არ არიან, საშინელება სწორედ ესაა. საშინელება, მერე ხმას აუწია, რას გულისხმობთ, საშინელება. ისე ლაპარაკობთ, თითქოს ძალზე იდუმალი რამ ხდება. გაუგებარი არაფერია, მგზავრები იმდენად გულგრილნი, იმდენად განურჩეველნი არიან, რომ არ ადარდებთ, სადაც მიემგზავრებიან, არ აინტერესებთ სადაა დანიშნულების ადგილი და ასეთ მდგომარეობაში იქნებიან, სანამ მეცხრე სამეფოში ჩავლენ. კი, მაგრამ რა არის მეცხრე სამეფო? მოუთმელა წამოეძახა მერიმ და სახეზე ისეთი ტანჯვა გამოეხადა, თითქოს ეს აატირდებაო. რა არის ეს საშინელი მეცხრე სამეფო? ნუ ტირით დაუყვავა მას ქალმა, შოკოლადი მიირთვით, მე ამ ხელა ფილას ვერ შევჭამ. მერიმ კვლავ ჩაკვიჩა ერთი ნაჭერი. შოკოლადს მომწარო გემო ჰქონდა. უფრო ბედნიერი იქნებით, თუ კი არაფერი გეცოდინებათ, ალერსით მიმართა მას ქალმა. როცა მეცხრე სამეფოში მოხვდებით, ნახავთ, რომ ის არც ისე ურიგოა. მგზავრობა დიდხანს გასტანს და ჰავა ნელა, ძალიან ნელა შეიცვლება. როდესაც ადამიანი გაკაჟებულია, სიცივე არც ისე ძნელად ასატანია. ფანჯრაში გაიხედეთ, გვირაბის კედლებს ყინული მოედო, მაგრამ ამას არავინ არ მჩნევს და არავინ წუწუნებს. მერიმ შეხედა შავ კედლებს, რომელთა შორისაც მატარებელი მოძრაობდა. ლოდების ნაპრალებში ყინულის თეთრი ნაღვენთები მოჩანდა. გაყინული ლოდები, რომლებზეც მატარებლის შუქი ირეკლებოდა, ისე ლაპლაპებდა, თითქოს ვერცხლისა იყო. მერი შეკრთა. რომ ცოდნოდა არ წამოვიდოდი, აქ არ დავჩები, წამოიძახა მან. მომდევნო მატარებლის შინ დაბრუნდები. რკინიგზის ამ ხაზზე საპირისპირო მიმართულების მატარებლები არ დადიან, ჩუმად თქვა ქალმა. როდესაც მეცხრე სამეფოში მოხვდებით, უკან ვეღარ დაბრუნდებით. ის გაყინული ნების სამეფოა, მრავალი სახელი აქვს. ჩემთვის სულ ერთია, მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვალ, არ დავჩები მატარებელში, სადაც ეს ამასგზენი ადამიანები იმყოფებიან, განა არიციან სად მიემგზავრებიან, განა არ ანაყულებთ ეს ბრმები არიან, თქვა ქალმა და მერის ჩააშტერდა. ბრმები. კი, მაგრამ თქვენ, წამოიძახა მერიმ და რისხვით მიუბრუნდა ქალს. ალბათ თქვენც ბრმა ხართ. ხმაღლა ლაპარაკობდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, არავინ მობრუნებულა, რომ შეეხედა რა ხდებაო. არა, თქვა ქალმა მოულოდნელი არესით. ბრმა არ ვარ, არც ყრუ, მაგრამ ვიცი, რომ მატარებელი არსად შეჩერდება, სანამ მეცხრე სამეფოს არ მივაღწევთ. არაფერი გესმით, მერი ატირდა. ჩემი ბრალი არაა, რომ ამ მატარებელში ჩავჯექი, მშობლებმა მაიძულეს. კი, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ, როდესაც ბილეთი იყიდეს, მიუგო ქალმა. წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ, როდესაც ამ მატარებელში ჩაგსვეს, ასე არაა? ხომ დაეთანხმეთ მათ? ეს დანაშაული არაა, წამოიძახა მერიმ წარკვეთით, მაგრამ ქალის აყვედურით უყურებდა და მერიმ იგრძნო, რომ ცხენოდა. დანაშაულიო, ყურის წამღებად ჭახჭახებდნენ მატარებლის ბორბლები, მრგვალი შავი ფრინველების მსგავსად. დანაშაულიო, წკარუნებდნენ საქსოვი ჩხირები. თქვენ არ გესმით, კვლავ დაიწყო მერიმ, ნება მომეცი დაგიხსნათ. ვცდილობდი შინ დარჩენილიყავი, მართლა არ მინდოდა წამოსვლა, სადგურზეც კი ვცდილობდი დაბრუნებულიყავი. მაგრამ არ დაბრუნდით, თქვა ქალმა და მწვანე ძაფი ჩხირზე დაახვია. სევდიანი თვალები ჰქონდა. გადაიფიქრეთ და ახლა ვერაფერს გააწყობთ. მერი უეცად წელში გაიმართა, ცრემლიანი თვალები შეხედა ქალს და გამომწვევად უთხრა. ჯერ კიდევ შემიძლია ყველაფერი გამოვასწორო, მატარებელს გავაჩერებ, საავარიო მუხრუჭით. ქალს სახე უეცარმა ღიმილმა გაუნათა.
მერი სახტაცებით უყურებდა. ოხ, წაისურჩულა მან, რა კარგია, როგორი გაბედული ყოფილხართ. თქვენ გამკლავდებით მათ, თავისუფალი ნების მხოლოდ ერთი გამოვლინების საშუალება გაქვთ. მეგონა თქვენი ნება გაყინული იყო, ახლა გადარჩენის შანსი არსებობს. რას გულისხმობთ, ეჭვით დაეკითხა მერი, რა შანსი? გაქცევის შანსს გულისხმობ. მისმენთ, ახლა მე-7 სადგურს უახლოვდებით. ამ მარშრუტს კარგად ვიცნობ, დრო ჯერ კიდევ გვაქვს. გაცნობებთ, როდის ჯობია დამახურჭება, რომ გაქცევა შეძლოთ. სადგურის ბაქანი უკაცრიელი იქნება, რადგან იქ მატარებელში არავინ ჩდება და არც მატარებლიდან ჩამოდიან. საიდან იცით, ვითომ უნდა გენდოთ? როგორი ეჭვიანი ხართ, ქალის ხმაში ალერსი ისმოდა. მე ყოველთვის თქვენს ხარეზე ვიყავი, მაგრამ ამას ვერ გიმხელდით. ვერ დაგეხმარებოდით, თუ კი თვითონ არ მიიღებდით გადაწყვეტილებას. ეს ერთ-ერთი აუცილებელი წესია. რა წესებზე საუბრობთ? რკინიგზის კომპანიის წესებს გულისხმობ. ხომ იცით, ყოველ ორგანიზაციას თავისი წესდება აქვს იმისთვის, რომ მისი საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ახლა მე-7 სამეფოს უახლოვდებით, განაგზო ქალმა. ვაგონის ბოლოსკენ წადით, ვერავინ დაგინახავთ, დაამუხურჭეთ და რაც უნდა მოხდეს, ყურადღება არ მიაქციოთ, გაიქეცით. კი, მაგრამ თქვენი კითხა მერე მგან არ წამოყვებით? მე ვერ წამოყვებით. გარდატეხა თქვენში უნდა მოხდეს. თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და შესაბამისად მოიქცეთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მალე ვნახავთ. როგორ ვერ ხვდები, ხომ მითხარით, რომ მატარებლების საპირისპირო მიმართულებით არ დადიან? ხომ მითხარით, რომ ვერავინ ახერხებს თავის დახსნას მეცხე სამეფოდან? გამონაკლისებიც არსებობს, უთხრა ქალმა ღიმილით. მე ყველა წესს როდი ვემორჩილები. ახლა კი უნდა იჩქაროთ, საცაა სადგური გამოჩნდება, უკვე დროა. ერთი წუთით მაცადეთ, ჩემი ჩემოდანი უნდა ავიღო, ჩემი ნივთები. ჩემოდანი დატოვეთ და არიგა ქალმა. არ დაგჭირდებოდ, მხოლოდ ხელს შეგიშლით, მაგრამ არ დაგავიწყეთ, უსწრაფესად უნდა გაიქცეთ. მან ხმას დაუწია. განათებულ ჭიშკარს დაინახავთ, მასში არ შეხვიდეთ, კიბეზე ადით, თუნდაც შავი საფეხურები გქონდეს, თუნდაც იქ ხვლიკები დაინახოთ, დამიჯერეთ და კიბეზე ადით. კარგი, დაეთანხმა მერი, წამოდგა ქალს ჩაუვარა და ვაგონის ბოლოსკენ გაემართა. კარგი. ნელა დაბნეული მიდიოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა. ვაგონის ბოლოს მან ხელი გაიწმინდა და მოკაჩა ზონარს, რომელზეც საავარიო მუხრუჭი ეწერა. უეცად სიჩუმეს სირენის შემზარავმა ხმამ გაარღვია. მერიმ კარი გააღო და გავიდა მოქანავე პლატფორმაზე, რომელიც ვაგონებს ერთმანეთთან აკავშირებდა. გაისმა დაკბილული ბორბლების საშინელი ღრჭიალი და მატარებელი გაჩერდა. ეს მე-7 სამეფოს უკაცრიელი ბაქანი იყო. მერი ერთი ნახტომით გადააფრინდა მატარებლის სამ საფეხურს და ცემენტის ბაქანზე აღმოჩნდა. ტერფები სკიოდა. მატარებელში გამყოლები აყვირდნენ. ჰეი, რონ, რა მოხდა? ხრიწიანად იკითხა ვიღაცამ. ვაგონებში წითელი ნათურები აინთო. არაფერი ვიცი, მეგონა მატარებელი შენ გააჩერე, ელ. წინ მოჩანდა წითელი ნეონის ნათურებით გაჩირაღნებული ჭიშკარი. საიდანღაც ჯაზ მუსიკის სინკოპები მოისმოდა. არა, ჭიშკარში გასვლა არ შეიძლებოდა. მერი მარჯვნივ ჩაბნელებული ვიწრო კიბე დალანდა, შეტრიალდა და კიბისკენ გაიქცა. ქვის კედლები მისი ნაბიჯების ექვას გადმოსცემდნენ. სუთქვა ეკროდა. შეხეთ, ეს ქალია, მირბის. დაიჭირეთ სწრაფად. წითელი შუქი სულ უფრო უახლოვდებოდა. თუ მგზავრი გაგვექცევა, სამსახურს დავკარგავთ. მერი კიბესთან წამით შეჩერდა და უკან მიიხედა. დაინახა მატარებლის ფანჯრები, უღიმღამო, უსიცოცხლო ოქროსფერი კვადრატები. გამყოლები ვაგონებიდან ჩამორბოდნენ და მერის მისდევდნენ. ჭიშკრის წითელი ნეონის შუქზე მათ სახეებს სისხლისფერი ედო. გამყოლების ფარნები ერხეოდნენ და ბოლოვდნენ. მერის ყვირილი ყელში გაეჩხირა. ის შეტრიალდა, რათა შავი ციცაბო საფეხურები აერბინა. ლოყაზე აბლაბუდა მოედო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბორძი კობდა, ხორკლიან კედელს ეყნობოდა და თითები ეკაწრებოდა. ბოლოს გამყოლთა ყვირილი მიწყდა. შემდეგ მერიმ გაიგონა, რომ მატარებელი დაიძრა და რახრახით გააგრძელა გზა გაყინულ ლიანდაგებზე. მერი წამით დაიხარა გამჭვირვალული კედლისკენ სულის მოსათქმელად. ქოშინებდა, პირში მომწარა გემოს გრძნობდა, თავისუფალი იყო. შემდეგ ის კვლავ აუყვა ჩაბნელებულ კიბეს. ახლა საფეხურები უფრო ფართო და გლუვი იყო, ჰაერი კი უფრო სუფთა და გამჭვირვალე. საიდანღაც გაისმა ზარების რეკვის ხმა. როგორც ჩანს, მახლობლად საათიანი კოშკი იყო. როდესაც მერიმ კიბის მორიგ ბაქანს მიაღწია, მზის სხივებში გაეხვია. ჰაერის, მიწისა და ახალგათიბული ბალახის დავიწყებული ტკბილი სურნელი იგრძნო. წინ მოჩანდა თაღი, რომელიც ქალაქის პარკში გადიოდა. მერი კიბის თავზე ავიდა. მზის კაშკაშა სხივებისგან მზერა დაბინდული, მათ ოქროსფერ ქსელში გახვეული თვალებს ახამხამებდა. მიწიდან თეთრი და ლურჯი მტრედები აფრინდნენ და მის თავზე დაიწყეს ტრიალი. სადღაც ბუჩქებში ბავშვები თამაშობდნენ და იცინოდნენ. პარკის ირგვლივ მოჩანდა თეთრი გრანიტის წვეტიანი მაღალი კოშკები, რომელთა ფანჯრები მზეზე ლაპლაპებდა. თითქოს მკვდრეთით დაბრუნებული მერი ბილიკს გაყვა. ბილიკზე თეთრი ქათქათა კენჭები ეყარა. გაზაფხული იყო. ქუჩის კუთხეში ქალი ყვავილებს ყიდდა და ღიღინებდა.
მერიმ დაინახა თეთრი ვარდებითა და ნარგიზებით გავსებული კოლოფები, რომლებზეც მწვანე ფოთლები იყო შემოვლებული. ყავისფერ ლაბადიანი ქალი ყვავილებს თითქოს ეალერსებოდა. როდესაც მერი ქალს მივახლოვდა, მან თავი ასწია და მერის სიყვარულით ახსოვსა ცისფერი მზერა შეაგება. გეალდებოდით, ჩემო საყვარელო, თქვა მან. კონუსმენტ რადიო პოდკასტს ამერიკული მოთხრობა. პროექტის რეგიონული პარტნიორები არიან რადიო მარნეული, ინოცმინდის სათემო რადიო ნორი, ახალციხის რადიო სამხრეთის კარიბჭე და ქუთაისის რადიო ძველი ქალაქი. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. თქვენ უსმენთ სილვია პლატის მოთხრობას მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო, რომელიც გადაცემა ამერიკული მოთხრობისთვის წაიკითხა ზურა ჭიშკარიანმა. ზურა, მოთხრობის დიდ ნაწილს სიზმრის შეგრძნება გასდევს, იმის მიუხედავად, რომ ის თავიდან თითქოს არ გავს სიზმარს და ცხოვრებისეული დრამასავით იწყება, ხომ? თინეიჯერი მერი რკინიგზის სადგურზე მშობლებთან ერთად მიიკვლევს გზას თავისი მატარებლისკენ, რომელიც ესაა გავა. და უკვე შემდეგ რეტროსპექტივაში ხვდებით, რომ მოთხრობა სიმბოლოებითაა გაჯერებული, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმით, რასაც თავიდან ხედავთ. რა როლი აქვს მშობლებს ამ მოთხრობაში, რატომ არიან ისინი ისეთები, როგორებიც არიან და რა ხდება დასაწყისში? მე მშობლების მიმართ ძალიან ცუდი განწყობა გამიჩნდა. აი ესეთ შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს გრძალავენ თავის ბავშვს და საერთოდ არ აქვთ ემპათია მის მიმართ. ანუ ეუბნებიან ჩაჯექი ამ მატარებელში და იჯექი ბოლომდე სანამ არ ჩახვალ იქ. სად მიდის საერთოდ ეს მერი ვენტურა? მეც ესეთი აზრი მქონდა თავდაპირველად, რომ ეს არის უკვე გარდაცვლილების მატარებელი, მაგრამ ხომ არ არის ეს უფრო ცხოვრებისეულ გზაზე დაყენების მომენტი, როდესაც თინეიჯერი გადადის ზრდასრულობის ასაკში. და სწორედ ეს არის პლატფორმაზე ამ მატარებელში ჩაჯდომა და რომელ მატარებელში ჯდები, მაგას ამ შემთხვევაში მერის უწყვეტენ მშობლები და გარემოცვა. თუ მაგ კუთხით შევხედავთ, რომ ეს არის შემდეგ ბოდიში გაწყვეტილებში, უკვე შემდეგ შედიან ისინი მკვდრების სამყაროში. თუნდაც რო ავიღოთ ესეთი კუთხით, რომ მაგალითად ეს არის ის მომენტი, რომ თინეიჯერი სიმბოლურად უნდა მოკვდეს, იმისთვის რომ თავისი ცხოვრება დაიწყოს, ახალი ცხოვრება დაიწყოს, ეს ინიციაციის პრაქტიკები კაცობრიობა სულ ქონდა. უბრალოდ აი ბევრი მოაზროვნე ამბობს, რომ ჩვენს დროში ინიციაციის პრაქტიკები რო გაქრა, ამიტომ არის ასეთი დომხალი, ამიტომ ყავს man child ეგეთი ცნება, მამაკაცი ბავშვი, რომელიც ვერასდროს ვერ გამოდის ბავშვის ასაკიდან, ხო? იმიტომ რომ რაღაც დროს ინიციაცია არ მოხდა, რაღაც მტკივნეული უნდა მოხდეს, სიმბოლურად უნდა მოკვდეს ადამიანი ერთი ასაკისთვის და დაიბადოს მეორე ასაკისთვის. ეს ხდება იმითი, რომ თვითონ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. და აი მაშინ ორმაგად ტრაგედიას ვღებულობთ აქ, მშობლები უწყვეტენ, რომელ მატარებელში უნდა ჩაჯდეს, ხვდები? მშობლებმა უკვე ბილეთი უყიდეს, მშობლებმა იციან რომელ მატარებელში შევა და მშობლები სვან მატარებელში. იმის მიუხედავად, რომ ესე უნება, რომ მე ჯერ არ ვარ მზად და ეს არ მინდა წასვლა. ხო, და თუ როგორც შენ წამოაყენე საკითხი, შემდეგ გადადიან ესენი მკვდრების სამეფოში, გვირაბის გასვლის შემდეგ, მაშინ ეს იცი რას ნიშნავს, რომ მშობლები არ უნდა ჩაერიონ ესე თავისი შვილის სიცოცხლეში, იმიტომ რომ ისინი ღუპავენ მათ. თუ ესე წავიკითხავთ, ეგრე გამოდის, რომ აი ის გაუშვეს სიკვდილის გზაზე. მაგრამ მე მაინც უფრო მგონია, რომ იქ სიკვდილზე ელაპარაკი თავიდანვე რა. თუმცა არ არის აუცილებელი იყოს ფიზიკურ სიკვდილზე ელაპარაკი, არამედ ადამიანი, რომელიც დინებას მიყვება, ცოცხლად არც შეითვლება. ხო, რომელსაც ქალბატონი ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი თავისუფალი ნების გამოყენების უფლება გაქვს, ანუ მე ვერ დაგეხმარებოდიო, შენ თუ თავისუფალნებას არ გამოხატავდიო, რომ შენ აი ეს რაღაც გინდა და შემდეგ უკვე ეხმარება, რომ ის რაღაც აი 60-ში გადავიდეს. ამ მეგზურ ქალზე ზოგადად რა შეიძლება ვთქვათ ამ პერსონაჟს დანტეს სქემის მიხედვით ვირგილიუსთან აიგივე, ხო? რომელიც დანტეს მეგზურია ჯოჯოხეთში. კი ბატონო. და ნუ მთლიანად ამ წრეებს, ამ სამეფოებს ეგეც. აქ წრეებიც არის ნახსენები სხვათა შორის. რა როლს ასრულებს ეს მეგზური ქალი და ვინ შეიძლება იყოს ასეთი ფიგურა ადამიანის ცხოვრებაში? ისტორიაში და ლიტერატურაში მით უმეტეს მეგზურის არქეტიპი არსებობს. ხშირად ამას ეძახიან ხოლმე ბრძენ ადამიანს, ან მეგზურს ეძახიან, ან ბრძენ ადამიანს, ან ჯადოქარს, რომელიც გარკვეულ მომენტში, განსაკუთრებით კრიზისულ მომენტში გამოჩნდება შენ ცხოვრებაში. შენ უბრალოდ უნდა მიხვდე, რომ ეს ის არის რა, რაღაცით უნდა მიხვდე. და ეს არის მაგალითად ჩემთვის ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ ჯოზეფ კემბელმა შეისწავლა უამრავი მითი, შედარებით მითოლოგიის ის იყო დოქტორი და აღმოაჩინა, რომ ყველა მითში კაცობრიობის
ყველა მითში ერთი და იგივე სტრუქტურა თითქმის, ყველაში არა, მაგრამ თითქმის ერთი და იგივე სქემა. და დახატა ეს Hero's Journey, გმირის მოგზაურობა. და ამ Hero's Journey-ში ძალიან საინტერესოა, რომ უყურებ ამ სქემას, გმირი რო იწყებს მოგზაურობას, ჩვეულებრივ სამყაროში იწყებს მოგზაურობას, მერე calling-ან ძახილი, რაღაც ეძახის სხვა სამყარო, ანუ ვარს ამბობს ამაზე, როგორც მე ამბობდა, ხო, ჯერ არ ვარ მზად და არ მინდა, მაგრამ მაინც ერთხელ თუ დაუძახეს, კიდე იქ განმეორდება და გადადის მერე უკვე იწყებს წრეზე სიარულს და აქ ხდება, აქ არის მეგზური, აუცილებლად ხდება მეგზური, რომელიც დაყვება მას და გმირი თან აი ამ სქემაში აუცილებლად უნდა მოხდეს ჰადესის სამეფოში. და იქიდან რომ გამოვა, მერე უკვე ბრუნდება ისევ სახში შეცვლილი ცნობიერებით და რაღაც. იქ ესე არ არის რომ პირდაპირ 64-ში გადადის მაგალითად როგორც აქ ამ შემთხვევაში მაგაზე მერე გეტყვი ტიბეტური 64-ზე ხო მე მეც მაქვს რაღაც შენიშვნები მე გავაგრძელოთ. სილვია პლატმა ეს მოთხრობა 1952 წლის დეკემბერში დაწერა და მისი ლექტორის ერთ-ერთი შენიშვნა იყო რომ მერი ადვილად გამოძვრა, ძალიან ადვილად გამოძვრა სიტუაციიდან და მისი მხრიდან საკმარისად არ ჩანდა მცდელობები ამის სირთულეების გადალახვა. შენ თუ დაგჭამ მსგავსი შეგრძნება? მე არა, რატო იცი, მე ცხოვრებაში რამდენიმე მეგზური მყოლი, ეხლაც მყავს. და ესეთი ფრაზა გამიგია მისგან და ძალიან დამეხმარა რა, რომ შენ თუ გადაწყვეტო თელ ნებას მოიკრებ და გადაწყვეტო 64-ში იცხოვრო, არაფერი ხელს არ გიშლისო. ეგრევე გაჩნდები 64-ში, ანუ რა მითხრა, რას გულისხმობდა, იცი, რომ 64 ჯოჯოხეთი არის ჩვენი მაინდსეტი. ანუ ჩვენი გონებრივი ვექტორი საითკენ არის მიმართული. მე რას განვიცდი, ახლა აი უცებ გადასყვაფერ და ჩემთვის სამეფო კი სამყარო რა და ამიტომ მერის ამ ჟესტში მე ვერ ვხედავ რომ მან რაღაც დააკლო და ახლა მილიონის უნდა გაევლო რაღაც როგორც მარიოს 1000 როგორც ჰოლივუდში. ხო, როგორც ჰოლივუდში მილიონი დაბრკოლება და ბოლოს მოეპოვებინა დიდი ვაივიშით თავისი 64 და რა თითქოს უნდა ებრძოლა ამისთვის და არა აი ერთინებელობითი აქტის კი საკმარისეო 64-ში აღმოჩნდა ჩემი აზრით. მერი მეშვიდე პლატფორმიდან გარბის, ხო? თუ დანტეს ჯოჯოხეთის მოდელს გავყვებით, ჯოჯოხეთის მეშვიდე წრე არის ადგილი, სადაც ხდება მკვლელებისა და მოძალადეების სულები და ასევე თვითმკვლელების სულებისგან ჯუჯახებად ქცეული ტყე. შეიძლება თუ არა ეს გაქცევა წავიკითხოთ როგორც თვითმკვლელობა, თუ მას გავითვალისწინებთ, რომ თვითონ პლატს ამ მოთხრობის დაწერიდან მალევე ქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და ბოლოს თვითმკვლელობით დაასრულა. სიცოცხლე. მე ეგრევე ვხედავ, ჩემთვის როგორც დაალაგდა ეს მოთხრობა, სიკვდილი არის, მაგრამ თვითმკვლელობა არ არის ეს. ეს არის არჩევანი, რომელსაც აკეთებ ცხოვრებაშიც და რომელსაც მე მჯერა აკეთებ ცხოვრების მერეც. მოთხრობაში რამდენჯერმეა ნახსენები ანგარიშის გასწორება, საბასურის გადახდა და რასთავარია დანაშაული. და ასევე მერის დანაშაულად ეთვლება ის, რომ არ შეეწინააღმდეგა მშობლებს, რითიც დათანხმდა ამატარებლის გზავრობას და ამიტომ მან შესაბამისი საფასური უნდა გადაიხადოს. ანუ პასუხი აგოს. შენი აზრით, არის თუ არა ეს მოთხრობის მთავარი გზავნილი, რომ გარემოებებისადმი მორჩილება დანაშაულია? მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი გზავნილი ნამდვილად არის. რომ გარემოებებისადმი მორჩილება და ხმის ამოღება არ არის საკმარისი. ხო ამოიღო მე ხმა და თქვა რომ არ ვარ ზად. მშობლები ამ შემთხვევაში ხო ავტორიტეტები არიან და უყურებ მათ ისე თითქოს მათ უკეთ იციან რას აკეთებენ. ამ დროს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დაზღვეულები არ არიან შეცდომებისგან, გულგრილობისგან, ტკივილის მოყენებისგან. როცა ბრმა ავტორიტეტებით უყურებ, მაშინ ემორჩილები. და აქ მარტო მშობლები არ არის, სტრუქტურები საერთოდ, სტრუქტურები და სისტემები, ხო? რომლებიც მშობლურ როლს ირგებენ შენთვის და გეუბნება შენთვის ეს უკეთესია ეს არა რა. ხო, რო აი კომფორტულად გზავრობ იქ ვაგონ რესტორანით. ხო, რა გინდა და მიდი წადი ახლა. ჩვენ გიყიდეთ ბილეთი და ბოლომდე გაყევი. არსად არ გადაუხვიო, არსად არ ადგე. თუ გახსოვს იქ რაღაც მომენტში მერის ისიც უნდა. ნახე, ეგ ძალიან ძლიერი მომენტი იყო ერთი კიდე. გიდი რო ეუბნება რომ მე გეტყვი როდის დაამოხრუჭო. მე ეუბნება ერთი წამეო ბარგს ავიღებო რა. ანუ ეგეც ბარგიც ხო სიმბოლური ის არის, აი დაგროვებული დაპროგრამება ბაგაჟი, რომელიც მძიმეა და გიშლის ხელს და ის ქალებნება რომ აღარ გინდა ეს ბარგი, საერთოდ არ გინდა. 64-ში თუ მიდიხარ, 64 მოდი ისე ავიღოთ როგორც მაინდსეტი თუნდაც რაღაც. თუ მანდ მიდიხარ ეს ბარგი საერთოდ არ გჭირდება. იგივე ქალია თუ არა, ვინც იქ ხვდება ბოლოში.
ხო. ესე ხაზგასმული არ არის. არ არის, მაგრამ იქ ეუბნება რომ გელოდებოდით, მაგრამ შეიძლება გელოდებოდით რომ მანამდეც ეუბნება რომ იქ კიდე დაგხვდებიოთ რა გავს ამბობს როცა. კი. აი იქ ბომბი არ არის გარკვეული და რო არ არის ბომბი გარკვეული ეგ მომწონს ძალიან ამ მეგზურის როლი. ანუ ეს მაგალითად 64-ის აგენტია, რომელსაც სურს რომ ნება გააღვივოს ხალხში და თუ ნება გააღვივდება მაშინ ეხმარება. თუ თვითონ ამ მეცხრე სამეფოს ის არის წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცა არ მოწონს ამ მეცხრე სამეფოში მაგალითად და საპირისპირო რაღაც აკეთებს, იმიტომ რომ აშკარაა რომ იქ გამყიდულებსაც იცნობს, ყველას იცნობს ამ ვაგონში, სულ მგზავრობს და ჩემი აზრით შემთხვევითი არ არის რომ მერის გვერდით დაჯდა. მე მგონია რომ რაღაცა იმედი ქონდა ქალს მერის. ყველა ვარიანტში ძალიან მკაფიოდ რამდენჯერმე გამეორებით ეუბნება მთავარგზავნილს რომ ყველა ვინც საკუთარ ნებას არ გამოავლენს ჯოჯოხეთის გზას ადგას. და ეს მომენტიც გავიხსენოთ ერთი ფრაზა იყო რომ ეს გაყინული ნების სამეფოა. შოპენჰაუერს ხო აქვს მაგალითად რომ ნება არის ის ძალა რომელსაც მოძრაობაში მოყავს ყველაფერი. ოღონდ ნუ შოპენჰაუერს მძიმედ არის, იმიტომ რომ ამბობს რომ ეს ნება არარაციონალურია, არალოგიკურია და ამიტომ მოდის შოპენჰაუერის პესიმიზმი მაგედან, რომ აი ჩვენ გვამოძრავებს არარაციონალური, არალოგიკური ძალა, მაგრამ აი მას რომ ამბობს სიცოცხლის მთავარი იმპულსი თუ გაიყინება, მაშინ ის კი არა რომ უბრალოდ ადამიანის სწორ გადაწყვეტილებას ვემერებს, ცხოვრება აღარ იქნება საერთოდ. აქამდე შეგვიძლია დავიდეთ. დიდი მადლობა ზურამ. მადლობაში. თქვენ უსმენთ რადიო პოდკასტ ამერიკული მოთხრობის 24 ეპიზოდს. ზურა ჯიშკარიანმა ჩვენთვის წაიკითხა სილვია პლატის მოთხრობა მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო. ზურა ჯიშკარიანის ახალი წიგნის სწრაფი ღამისიერი ახლახან გამოსცა სულაკაურის გამოცემებამ და მისი ნახვა მკითხველს წიგნების მაღაზიაში შეუძლია. ეს იყო ყოველკვირეული რადიო პოდკასტი ამერიკული მოთხრობა. აგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები რადიო თავისუფლების ინტერნეტ პორტალსა და სხვა მითითებულ სოციალურ პლატფორმებზე. მე გიგი გულედანი ვარ.